ერთიანობის ლოზუნგით გამოდიოდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ სხვა პოლიტიკური აქტორები ნაკლებ საუბრობდნენ ამ ერთიანობის და კოორდინაციის აუცილებლობაზე, იმიტომ რომ ნაცვალ-მოძრაობის რიტორიკაშიც ფაქტი იყო და ჩანდა და სამწუხაროდ ახლა ამას ნიშნის მოგებით არ ვიძახი, უბრალოდ მართლა ესე იყო, რომ ჩვენ როცა ვაცხადებდით ხოლმე, რომ ესეთი ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრება ჩვენს ქვეყანას, მათ შორის ამ სტუდიაშიც იყვნენ ხოლმე სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც უფრო სკეპტიკურად იყვნენ დამოკიდებულები ამ საფრთხის რეალურობასთან დაკავშირებით, ხო? და მათთან ამ სტუდიაში მომხდია კამათი, იმიტომ რომ ისინი იძახდნენ, რომ ახლა ესეთი ფუნდამენტური საფრთხე რატო შევექმნება, იმიტომ რომ ჩვენთვის ფაქტი იყო, რომ 2024 წლისთვის უკვე ივანიშვილი და მისი ბანდა აპირებდა იმას, რომ ფაქტობრივად ფინალურ სტადიაზე გადაცულიყო ავტორიტარიზმის დამყარების, უკრაინაში ბარბაროსული აგრესიის შემდგომ მათ საბოლოოდ გადაწყვიტეს ამ ქვეყანაში ავტოკრატიის დამყარება, დასავლეთთან ყველა ბმის ჩახსნა და ამ დროს მიხეილ სააკაშვილი გამოდიოდა ერთიანობის ინიციატივით. ჩვენ მქონდა საუბრობდით იმაზე, რომ მზად ვიყავით მთელი რიგი დათმობების გაკეთებაზე წინა საარჩევნო, თუმცა მაშინ უარი განაცხადეს სხვა აქტორებმა, თქვეს რომ არაპირებდნენ ნაცვალ-მოძრაობასთან ალიანსს და მათთან ერთად ალიანსში ყოფნას, არაპირებდნენ, მოაპირებდნენ, გამოჩნდა რა შედეგები დასრულდა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ 5 წლის წინათ, სხვათა შორის 20 წელს რო თავი დავანება, 2020 წელსაც ხონდა აი ეს ერთიანობის გეგმა და შემოთავაზება მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ რამე ახალი მისი მხრიდან არ იყო თქმული, უბრალოდ მან ძალიან მარტივი რაღაც თქვა, რომ ეხა არ არსებობს საარჩევნო პროცესი, რასაც სხვა აქტორებიც აღიარებენ, არის უბრალოდ ბრძოლა, ყველა ვართ სამიზნე ივანიშვილის, ამიტომაც ერთიანობას უბრალოდ ალტერნატივა არ აქვს, ხო? ანუ რა პირადი ეგოისტური ინტერესები შეიძლება არსებობდეს ბრძოლაში, როდესაც რა ფორმატით იქნება ეს, ამაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ მინდა რომ მაყურებელს ვუთხრა ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ფარცელი სტატუსი გამოაქვეყნა, ამაზე უფრო მეც გეტყვით შემდეგ გამოშვებებში, მაგრამ ბოლო ფრაგმენტზე გავამახვილებ ყურადღებას. დებატების საჭიროებაზე საუბრობს თავიდან, დებატი ანუ დისკუსია ჭეშმარიტების შესახებ დემოკრატიის საყრდენია, რომ საზოგადოებას აძლევს მოსმენის გაანალიზების საშუალებას, შემდეგ ძალიან ვრცელია ეს სტატუსი და ბოლოს ესე სრულდება. და რადგან იოლად ამოსახსნელია, ხელოვნურად შექმნილი, დაპირისპირებული და გახლეჩილი გარემოს მიზნების, შემსრულებლებით და ამოცანებით, ჩვენ ვალდებული ვართ ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ, ვალდებულები ვართ ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის ქართველ აგენტურას საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს, იმისთვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანის სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, ჩვენ უნდა მივცეთ მას საშუალება საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორ გაიგეთ, ისინი ეთერებში ივლიან თქვათ კრიტიკულ არხებზე, თუ მათ კონტროლ ქვეშ მყოფ არხებზე ოპოზიციას მიიწვევენ, თუ რაღაც დებატების სხვა სივრცეს შექმნიან. როგორ გაიგეთ, მხოლოდ ეს ამ ფრაგმენტის წაკითხვა მოვასწარი ახლა თქვენთან ერთად. არა, გასაგები უბრალოდ ძალიან რთული მოსალოდნელია პოლიტიკური ძალისგან, რომელმაც დებატები და საჯარო დისკუსია მოსპო ქვეყანაში, ოღონდ ეხა არ გაუკეთებია, სანამ ავტორიტარიზმის ფინალურ სტადიაზე გადასულა. მე მახსოვს, სადაც 2016 წელს მე მგონი თქვენ უკეთ გემახსოვრებათ, შეწყვიტეს მათ ფაქტობრივად სიარული, 2018-19 წლებში განსაკუთრებით უკვე შეწყვიტეს სიარული ოპოზიციურ არხებზე, ხო? ასეთი ფაქტობრივად ორ საქართველოს ქცევის პროცესი ივანიშვილს ხონდა განზრახული, ხო? პირდაპირ მათ აქვს პარალელური რეალობა, პარალელური სამყარო საკუთარ არხებზე და ოპოზიციურ არხებს საერთოდ არ სტუმრობენ და არ აღიარებენ. მათ შორის ახლა სამთავრობო არხებზეც გასაგებია ხო რუსთაველზე პირველ საზოგადოებრივ მოწყობილზე კიდევ არ შეიძლება რომ ოპოზიციონერი ვიხილოთ ხანდახან ხოლმე იშვიათად, მაგრამ იმედზე ხო საერთოდ არ არსებობს, ხო? ეგ საშუალება რომ მოეცეს რომელიმე ოპოზიციურ ლიდერს კი არა ნებისმიერ ფიგურას, ხო? ამიტომაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ ძალაზე, რომლის ინტერესში შედიოდა უბრალოდ საჯარო დისკუსიის მოსპობა ამ ქვეყანაში, პარალელური სამყაროს შექმნა და პარალელური რეალობის შექმნა. ამიტომ მათი მხრიდან დაპირება, როგორც ახლა ფასებთან ბრძოლა არის ძალიან რთულად მოსალოდნელი იმ ძალისგან, რომელმაც კარტელური გარიგებებით, მათი შემომწირველების ბიზნეს ინტერესების ნაკმაყოფილებით ეს მაღალი ფასები წლების მანძილზე არათუ შექმნა, არამედ გაზარდა და ჩვენ როცა წერილი შევიტანეთ ირაკლი კობახიძის სახელზე წელიწადნახევრის წინ ლაშა ფარულაომ ჩვენი პარტიის სახელით, კონკრეტული მიზეზები იყო, კონკრეტული კომპანიები იყო, რატომ არის ფასები გაზრდილი და რა ნაბიჯები შეიძლება გადადგმულიყო, რომ ეს ფასები შემცირებულიყო. როგორც ფასებთან ბრძოლა არის რთული წარმოსადგენელი ამ ხალხის მხრიდან, როგორც კორუფციასთან ბრძოლა არის წარმოსადგენელი რთულად იმ ადამიანების მხრიდან, რომელმაც ჰაბად აქციეს კოლ ცენტრების და ტრანსნაციონალურ დანაშაულს ჩვენი ქვეყანა, ისე ძალიან რთული წარმოსადგენელი ხარ, რაცა უნდა თქვა. მაგრამ ნახეთ, ერთადერთი შეიძლება ეხა ფარულავასთან ერთად ფასებზე ვიმუშავებო, ანუ რომელიმე ოპოზიციონერთან ერთად ამის მზაობა არ გამოუთქვამთ, მაგრამ
ეს ეხა რა ტიპის მზაობა, რაღაცნაირად გარკვეული ტრენდები თუ ტენდენცია თუ ტალღები ხომ არ იცვლება თქვენი დაკვირვებით ამ განცხადების ხო, იცი რა, მან ორ ამბავს გამოვყოფთ, ეხლა განცხადება უფრო კარგადაც უნდა გავეცნო, ეხლა იმიტომ რომ ვისმენთ ეხლა თქვენას სამოთ, მაგრამ მაინც უფრო ალბათ უფრო ის კარგად უნდა გავეცნო, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ორ ტენდენციას გამოვკვეთავდი. ერთი არის ის, რომ კრიზისი იმდენად ცხადია, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებსაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს უწევთ განცხადების გაკეთება, რომ აი რაღაც შესაძლებელია იმისთვის, რომ ეს რაღაც გახლეჩილი საზოგადოება და ეს კრიზისული სიტუაცია ქვეყანაში, რომელიც ყველასთვის არის, არ ვიცი, ძალიან საგრძნობი შეიცვალოს და რაღაც ნაბიჯებზე საუბრობენ, რაც შეიძლება გადაიდგას, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების და მაგრამ მათთვის ხელისუფლება, ეხლა ვიზეთ საუბრობ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ განცხადებებს აკეთებენ და რაც შეეხება მეორე ტენდენციას, მე ვფიქრობ, რომ არ გამოურიცხავ, რომ ეს ეგრეთ წოდებული დებატები უკავშირდებოდეს მათთვის მისაღებ ოპოზიციურ ზალებსაც. იმიტომ რომ ივანიშვილისთვის დამახასიათებელი არის, რომ ის ცდილობს ხოლმე საკუთარი პოლიტიკური სპექტრის შექმნას, საკუთარი სამოქალაქო ორგანიზაციების შექმნას, ის რომ ეხლა მაგალითად იუსტიციის მინისტრის ვინ არის მისთვის მისაღები ოპოზიციური ძალები? არ ვიცი ხო, ჩვენ ვარ ფაქტია, ვის აკრძალვასაც აპირებს და დანარჩენი პოლიტიკური ძალები ვინ რამდენი ეხლა არ შევალოს, მაგრამ დიდად ასე ვთქვათ, წინ არ წასულა ეს პროცესი. არა, ხო, ნახოთ, ეხლა მეორე წუთს არ მეტყოლებ, როდის დაიწყება სასამართლო პროცესი საკონსტიტუციაში, ეხლა საახალწლოდ ნამდვილად არ იგეგმებოდა ამ პროცესების დაწყება და არ ელოდა ხალხი არ თებერვალში თუ არ დაიწყეს და მარტში თუ არ დაიწყეს, მე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალბათ გადადესო, მაგრამ თუ დაიწყეს, მაშინ ვეღარ ვიტყვით, რომ გადადეს. ამიტომაც ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან მათ მიერ აღიარებულები ძალებად, რომლებიც ასაკრძალია და რომლებიც თითქოს და უცხოეთიდან იმართებიან, ასე სასაცილო არის, როცა ამას ადამიანები აცხადებენ, რომლებიც არ ვიცი, ყველა რუსულ ინსტრუქციას ასრულებენ პირნათლად და ამაზე სატელევიზიო ეთერებში, აი რა ვიცი, ანაკლი სპორტიდან დაწყებული, ყველაფერზე თქვეს, რომ რუსეთის ინსტრუქციის გამო არ აშენდა, რუსეთის ინსტრუქცია ხა რუსული კანონი მიიღეს, რომლის გავსე მიიღეს პრორუსულმა ქვეყნებმა ერთმანეთის მიყოლებით, ანუ ეს ხალხი რო სხვაზე ამბობს, უცხო ქვეყნიდან მართულები არიან, მართლა სასაცილო გახლავთ, მაგრამ რო დაუბრუნდე ამ საკითხს, ოპოზიციურ ძალებს გულისხმობ იმას, რომლებიც მეტად თუ ნაკლებად მისაღები არიან, ახლა ვინ უფრო მეტად არის მისაღები მათთვის და ნაკლებად, ამის სპეკულაციაში არ შევალ, უბრალოდ ჩვენზე რო არ არის საუბარი, უფრო მეტად ფაქტია ყველასთვის, ხო, ნაციონალურ მოძრაობაზე. რა იცი, დაველოდოთ. კი ბატონო. დაველოდოთ, მაგრამ ისევ ამბობ, მე რა თეორიასაც ვავითარებ, ახლა რაც შეიძლება თეორიულად ერთ-ერთი მოხდეს, არის ის, რომ მათთვის მისაღები პოლიტიკური ძალების შექმნას, როგორც ახლა არასოც ორგანიზაციებზე რა ქნა ივანიშვილმა, რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დააწინაურეს ხალბატონი, რომელიც იყო პირდაპირ ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი თავრობის მიერ ეგრეთ წოდებული ანუ არასოციალურ ორგანიზაციების დაფინანსებაზე და ეს ადამიანი რო აფინანსებდა, რა თქმა უნდა, სამთავრობო, ანუ თვითონ სიტყვა შეცვალა, სიტყვის მნიშვნელობა შეცვალა, არასოციალურ ორგანიზაციები კი აღარ არის ამ ქვეყანაში, ვისაც ისინი აფინანსებენ, არის სამთავრობო ორგანიზაციები. თავრობისგან გრანტს რატო იღებენ, რომ სამთავრობო დღის წესრიგი არ გაატარონ, ამის ვის ირაკლი, მინდა რომ დაუბრუნდეთ ერთიანობა. კი ბატონო, მინდა რომ დაუბრუნდეთ, ასეთ დაპირება ქონდა სხვათა შორის ის ამომრჩეველს 2024-ის არჩევნების წინ ეუბნებოდა, რომ გვაპატიეთ, ხა არ გაქვთ სახარბიელო არჩევანი, მაგრამ მომავალი არჩევნებისთვის შევეცდებით, რომ უფრო კარგი იყოს, ეს ვთქვათ, ბიულეტენში უფრო კარგი არჩევანი დაგახვედროთო. მაგას გულისხმობთ ზუსტად, ხო? კი ბატონო, ირაკლის მინდა ვკითხო, ყველა პარტიის გაერთიანება. ეხლა რა ტიპის გაერთიანებაზე ლაპარაკობდა სააკაშვილი, კიდევ დაუბრუნდები ამ კითხვას. ეხლა არის ეგრეთ წოდებული რვიანი, ამბობენ რომ არის ამ ფორმატით 8 პარტია, სადაც ნაციონალური მოძრაობა EDP-მ ჩაანაცვლაო, ნაციონალური მოძრაობა ანუ EDP-ც დაემატაო, მოკლედ ამ რვიანსო, ნაციონალური მოძრაობა ამ რვიანთან რაღაც გრილ ურთიერთობაში იმყოფება და ასევე მსმენი ამ სტუდიაში უთქვამთ, მაგალითად კოალიცია ცვლილებებისთვის წარმომადგენლებს ხვებს, რომ ეხა მიდის რაღაც ტიპის კომუნიკაცია, რომ ნაციონალური მოძრაობასთან ამ ვთქვათ რვიანთან, მოდი ასე ვიტყვი, რომ შეიძლება სულ აღარ არის ესე ამ ფორმატით მას თავისი ამოცანა ქონდა 4 ოქტომბრამდე, მაგრამ ამ 8 პარტიას ნაციონალური მოძრაობა იქ ლელოსთანაც რაღაც თანხმობის ერთიან სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი მიდის. ზურა ჯაფარიძე არის აქტიურად ლაპარაკობს ამის შესახებ, რომ მას აქვს პერსონალური მცდელობები. ამ გაერთიანებაზე, რაღაც ერთიანი ფრონტის შექმნაზე ლაპარაკობდა სააკაშვილიც. სად არის ახლა ნაციონალური მოძრაობა ამ პოლიტიკური პარტიების ორომ ტრიალში თუ როგორც არის? ხო, მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა ზუსტად იმაზე, რომ ახლა არ არსებობს ერთიანი რაღაც კოალიციის შექმნის ან რაღაც ერთიან სიაზე ფიქრის დრო, იმიტომ რომ ესეთ რამეს ფიზიკურად არ არსებობს, ბუნებრივად არ არსებობს ამ პირობებში, უბრალოდ ყველა ადამიანი და ყველა პოლიტიკური აქტორი და სამოქალაქო აქტორი, ვინც არის ჩართული პროტესტში, უნდა იყოს ერთიანი, საკოორდინაციო სივრცეს დაარქვეს, საკოორდინაციო პლატფორმას დაარქვეს, რაღაცა ერთიანი სივრცე უნდა არსებობდეს, სადაც მათ შორის მასშტაბური აქციების ერთობა
ერთობლივად დაიგეგმება, სადაც მნიშვნელოვან საკითხებზე იქნება საუბარი, მუდმივი შეხება იქნება ამ აქტორებს. არა ისე რომ რაღაც 3-4 ფორმატი არსებობდეს და ზოგთან კონდეს შეხება და რაღაც ნაწილთან არ კონდეს, რაღაც ნაწილს არ კონდეს ერთმანეთთან შეხება. რაღაც დიდი ფორმატი უნდა არსებობდეს, სადაც მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და მუდმივად იქნება შეიძლება ასთა სხვადასხვა. ამ ტიპის ფორმატზეა ახლა ლაპარაკი? კი, მიმდინარეობს მუდმივი კონსულტაციები, რაღაც წინსვლების არსებობს და სამოქალაქო პოლიტიკური აქტორები არიან ჩართულები, მარტო პოლიტიკური აქტორები არ არიან ჩართულები, მარტო პარტიებზე არ არის საუბარი, სამოქალაქო ორგანიზაციებზეა საუბარი და იმ აქტივისტურ ჯგუფებზე და იმ სამოქალაქო აქტორებზე არის საუბარი, რომლებიც პროტესტში აქტიურად არიან ჩართულები, რუსთაველზე არიან. ეს რა პარტია პლუს ნაციონალური მოძრაობა, პლუს კარგი თუ ისე უკმაყოფილო მზერა შემომაგება. ნაციონალური მოძრაობა პლუს ეს რა პარტია. არა. ლელოსთანაც არის ლაპარაკი? ლელოსთანაც არის ლაპარაკი? ლელოსთანაც არის კი ამ საკოორდინაციო ფორმატებში საუბარი კი. საომე ზურაბიშვილის ქოლგის ქვეშ იქნება ეს თუ ცალკე? არა მგონია რომ საომე ზურაბიშვილის ქოლგა იყოს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ საომე ზურაბიშვილი ზოგადად გასაგები ხა ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ ამაზე არ არის საქმე, ხა ნაციონალურ მოძრაობას რახანა ეს. დიდი დამოკიდებულება გაქვთ? ხო, მეგონი თქვენ იცით ხა რა. კი, მაგრამ მე ხომ შეიცვალა რაღაცნაირად ვითარება. კიდევ არასოდეს არ შეცვლა, მაგრამ იცი რა არის, ანუ მაგიტომ არ ვიძახით მეთი, ამიტომ საუბარ. მის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით მოძრაობდა ოპოზიცია, თქვენ ამ ხრივ სხვა პოზიცია გაქვთ? არა, ბოლო ლეგიტიმური პრეზიდენტი არის საქართველოს, ეს ფაქტი არის, ხა ამაზე ჩვენ არ ვდაობთ, უბრალოდ ფაქტი არის, რომ ხალბატონის ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია? ხალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ბოლო ლეგიტიმური. ეს არის ჩვენი ფორმულირება. ბოლო ლეგიტიმური პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი. ეს თქვენთვის ახლა ლეგიტიმური არის სალომე ზურაბიშვილი. საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც და პოლიტიკური პარტიებისთვისაც, სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც ხალბატონი სალომე ზურაბიშვილი მიუხედავად იმისა, რომ ხა სალომე ზურაბიშვილზე ამდენი საუბარი რატო? არა, მისი ქოლგის ქვეშ არასწორი არის, პირდაპირ ვიტყვი. არასწორი არის, მისი ქოლგის ქვეშ შეკრება არ არის საჭირო. რატო გეკითხებით ირაკლი, ნახეთ? მის ირგვლივ იყო რაღაც პლატფორმები, სხვადასხვა ჯგუფები. ეხლა ეს არის მის მიღმა მიმდინარე პროცესი? არა, სალომე ზურაბიშვილი კი არა. ძალიან მარტო რაღაცას ვიძახ. სალომე ზურაბიშვილი კი არა. ნებისმიერი აქტორი, რომელიც არსებობს პროცესში, აი სამოქალაქო აქტივისტი რო არის ცნობილი, რომელსაც იწვევენ თუნდაც გადაცემაში. ტატო ქელბაქიანი, მაგალითად. თუნდაც ტატო ქელბაქიანი ჩვენიერი მაგალითია, ძალიან მაგარი ბიჭი არის ტატო, ძალიან დიდ როლს თამაშობს ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციებში, გურამ ჭუხრუკად ნებისმიერ არ მინდა რომ ლექსო ბურჭულად ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი, როგორც ისინი იქნებიან ამ რა ქვია ფორმატში, ისე იქნება ნებისმიერ სხვა. არანაირი ხა ქოლგის ქვეშ არც ერთი პარტიის და არც ერთი აქტორის ქოლგის ქვეშ ეს პროექტი არ იქნება. პირდაპირ ვიტყვი. აქ იქნება ნაციონალურ მოძრაობაც უხეშად რო ვთქვა, იქნება არ ვიცი კოალიცია ცვლილებებისთვისაც ნებისმიერი სხვა პოლიტიკური აქტორი არ მინდა რომ ვინმე გამომრჩეს. თუ დამკვირვებლები იქნებიან, ახლა ტატო ახსენეთ ხელბაქიანი, თუნდაც ხალბატონი სალომე ზურაბიშვილი იყოს ნებისმიერი აქტორი, ოღონდ არავის ქოლგის ქვეშ არ იქნება და ხა სალომე ზურაბიშვილზე დიახაც ესე ვამბობდით, იმიტომ რომ არჩევნებიც თვითონ სალომე ზურაბიშვილზე ჩვენ გვახსოვს ახლა ყველაფერი არ გვინდა ამის გახსენება, უბრალოდ ფაქტი იყო ბოლოში, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ერთადერთი ბოლო ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუციის წარმომადგენელი სასაუბროდ იყო სალომე ზურაბიშვილი. ნაციონალურ მოძრაობის თანამშრომლობის მთავარი მიზეზი ხალბატონ სალომესთან იყო ის, რომ ის იყო ბოლო ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუციის წარმომადგენელი საერთაშორისო საზოგადოების თვალში. თორემ დანარჩენი მისი ბევრი განცხადება, მისი ბევრი ქმედება არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენი დღის წესრიგისთვის. ყველასთვის ცნობილი ფაქტი გახვალ. ამ გაერთიანებამ რა მთავარი ამოცანა უნდა დაისახოს? ამიტომაც ახლა როცა პერსონალიზირება მოხდება ფორმატების, ეს იქნება სახიფათო და რისკის შემცველი, მათ შორის ამ ფორმატის ეფექტურობის და რეალურობის კუთხით. ამიტომაც ასეთ რამეს მოვერიდებოდით. რაც შეეხება როგორ რა მთავარი ამოცანა უნდა დაისახოს? სააკაშვილი ამბობდა, გარეთ რომ ვიყო 1 საათში აღარ იქნებოდნენ ესენიო, რამე ისეთი რეცეპტი სხვათა შორის კარგად ერთი კვირა, იმიტომ რომ სააგენტოების ესე ზოგიერთი კვირა, ზოგიერთ საათს ასე სხვადასხვაგვარად გავრცელდა, იქ ადგილზე ერთი კვირა თქვა, ხმას კიდე უნდა კარგად რომელიც ვრცელდება, უნდა მოусმინო, ერთი კვირა იყოს ახლა. ნამდვილად, ნუ რა ვიცი, მე შეიძლება ვინმე კიდევ რაღაცაზე თქვა 1 საათი, მაგრამ ერთი კვირა რო თქვა. ერთი კვირა. კაი ბატონო, ერთ კვირაში თუ შეიძლება დასრულდნენ რაიმე ისეთ რეცეპტს ფლობს ის, რომელსაც თქვენ არ გიმხელთ თუ ეს მისი პერსონალური ჩართულობის ეფექტი იქნება მხოლოდ. არ ვიცი, ხა ერთხელ მაგალითი მოვიყვანე და ამის შემდგომ ქოცმა პროპაგანდამ ძალიან აიტაცა ეს ფრაზა ჩემი აბა თქვით რომ მესი რო ყავდეს და არ ათამაშებდე გუნდში იგივეაო და სინამდვილეში ხა საფეხბურთო გუნდში რო ყავდეს უმაღლესი დონის ფეხბურთელი
ის რო თამაშობდეს, რა თქმა უნდა, უფრო მაღალი ალბათობა მოგების, ვიდრე რო არ ყავდეს და რო არ ათამაშებდნენ, ხო, არ აძლევდნენ საშუალებას თამაშს. მიხეილ სააკაშვილი რო სხვა მასშტაბის პოლიტიკური ფიგურა როცა არის, ეხა მიხეილ სააკაშვილი ხა ეს რა ვიცი, მე მგონი ყველამ გიერა თემა სოფლიო მისის პოლიტიკურმა საზოგადოებამ მისის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის სხვა კალიბრის პოლიტიკოსი და სხვა მასშტაბის და სხვა სახალხო მხარდაჭერის. ერთადერთი პოლიტიკოსია მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ერთხელაც არ მიეცა ივანიშვილის მმართველობის პირობებში თავისუფლებაზე ყოფნის საშუალებას წინა საარჩევნოდ. ნებისმიერ სხვა ადამიანს შეიძლება გამოვლილი იყოს. თავისუფლებაზე იყო, მაგრამ ქვეყანაში არ იყო. ანუ თავისუფლება. ეხა ეს არ არის სრულფასოვანი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში. მე გულისხმობ, რომ საარჩევნო პროცესში კონდეს მონაწილეობის მიღების საშუალება. უკრაინიდან სკაიპით ვერ მიიღებ ეფექტურად მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში. მარტო რაღაცას ვიძახი, შეიძლება სხვა პოლიტიკური ლიდერები იყვნენ დაპატიმრებულები სხვადასხვა დროს, მაგრამ ყველა მათგანს მიეცა თუნდაც 24 წელს, 2024 წელს აბსოლუტურ უმრავლესობას და მით უმეტეს 20-შიც და სულ ჰქონდათ საშუალება, რომ საარჩევნოდ ყოფილიყვნენ ველზე. თუ ადამიანს აქვს ასეთი შესაძლებლობები, ასეთი ფაქტორი, ხელოვნურად თიშავენ პროცესიდან. ის რომ პატიმრობაშია ეს მისი მომხრეების და იმ ხალხის мотиваციას ხომ უნდა ზრდიდეს და არა აკნინებდეს. ანუ ზრდის კიდევაც და სხვათა შორის ისე რა არის ძალიან სერიოზული პრობლემა რა იყო. სამოხალხო საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში უფრო მეტად ყოფილიყვნენ სოლიდარულები მიხეილ სააკაშვილის მიმართ თავის დროზე, იმიტომ რომ შეიძლება მოწონდეთ, არ მოწონდეთ ეს ფრაზაც არ მიყვარს, მაგრამ ნუ კაი თქვა მოწონთ, არ მოწონთ კიდევ ვიტყვი, როცა მიხეილ სააკაშვილის, არ ვიცი, ამერიკის პრეზიდენტების მეგობრის, ვიცე-პრეზიდენტების მეგობრის, არ ვიცი, პოლიტიკურის, არ ვიცი, მაია სანდუს, ზელენსკის მეგობრის და თელი საერთაშორისო პოლიტიკური საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანის პატიმრობა გაუვიდა ივანიშვილს, იქ რომ ეხა სხვა პოლიტიკური ლიდერების, სხვა აქტივისტების, სხვა მსახიობების, იუმორისტების, აქციაში მონაწილე პირების პატიმრობა გაუვიდოდა ბრჭყალებში და შეძლებდა და წავიდოდა ამაზე. ამას უნდა მიხვედრილიყო ხალხი. თუმცა მაშინ ნაცვალ-მოძრაობის მომხრეები იყვნენ ძირითადად პროტესტში ჩართულები და სამწუხაროდ ნაკლებად იყო სოლიდარული სხვა, ნუ იყვნენ რაღაც დონეზე სოლიდარული სხვაებიც, მაგრამ უფრო ნაკლები იყო ეს სოლიდარობა. მე მართლგულწრფელად მჯერა და ნაცვალ-მოძრაობის მომხრეებს მართლგულწრფელად მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის განეიტრალების მთავარი ესეთი პრიორიტეტული მიზანი, იმიტომ ხონდა ივანიშვილს, იმიტომ რომ იცის, რომ უსამართლო გარემოშიც კი მიხეილ სააკაშვილთან ის დამარცხდება. აი საპწინააღმდეგოს თუ ფიქრობენ კოცები, ერთხელ მაინც მიცენ საშუალება ამ ადამიანს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. მანამდე იქნება ჰიპოთეტიური, ხო ეს საუბარი. თქვათ არ ჯერათ ჩვენი რომ ერთ კვირაში დაამთავრებს, რომ არჩევნებზე უეჭველი მოიგებს, რა სულ უსამართლო პირობებში იყოს. გამოუშვან ეს კაცი. და ნახოთ ვინ გაიმარჯვებს და როგორ გაიმარჯვებს. კი ბატონო, მადლობა. მადლობა ირაკლი ფავლენიშვილი იყო ჩვენი სტუმარი, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.